გიორგი, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ უკვე რამდენიმე დღეა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. თქვენ მართავთ საპროტესტო აქციას. კიდევ ერთხელ რომ მოუყვეთ საზოგადოებას, რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა ახლა? ჩვენი მოთხოვნა არის რომ საზოგადოებრივ მაუწყებელი გათავისუფლდეს ხელისუფლების კონტროლისგან და გახდეს ნამდვილად დამოუკიდებელი და საზოგადოებისთვის მიკუთვნილი ტელევიზია. ამისთვის აუცილებელია რომ რუსმა პროპაგანდისტმა თავისი შინაარსით და ქართული ოცნების დიდ დანიშნულმა აქტივისტმა და პოლიტიკურმა პირმა ვასილ მაღლაფერიძემ დატოვოს საზოგადოებრივ მაუწყებელი და რა თქმა უნდა მთელმა მისმა გუნდმა იმისთვის რომ ეს ტელევიზია გათავისუფლდეს რუსული პროპაგანდისგან და იქცეს რეალურად საზოგადოება. თქვენ ნახეთ რომ 40 წუთის განმავლობაში გახსნილი ეთერი რამდენად პოპულარულია მთელ ქვეყანაში, რადგანაც ხალხს სურს ნახოს რეალური მსჯელობა და დისკუსია საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თუმცა ეს შეუძლებელი არის ამ პირობებში. ჩვენ ვითხოვთ დღის ეთერს, მთელი დღის ეთერის განმავლობაში რომ გაიხსნას ეთერი ხალხისთვის.